სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის ახლა გურიის რეგიონში, მათ შორის Facebook-ზე შეიქმნა Facebook ჯგუფი მოხალისეები გურიისთვის, სადაც ყოველ წუთს იდება ახალი ამბები. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ნინო მიქელაძე წერს, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეში დიდთოვლობის გამო კიდევ ერთი სახლი ჩამოინგრა და ის თავის არასრულწლოვან შვილთან და მოხუც დედასთან და მეუღლესთან ერთად უსახლკარო დარჩა, როგორც ის აცხადებს, ახლა მეზობელთან არის აფარებენ თავს, თუმცა სჭირდებათ დახმარებას და ასევე ითხოვს დახმარებას, რომ ის საყოფაცხოვრებო ნივთები მაინც გადარჩეს, რომლებიც სახლში არის დარჩენილი და აქვეყნებს ასევე ფოტოებს, სადაც ჩანს თუ როგორ მდგომარეობაში არის ახლა მისი სახლი. ასევე ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის წერენ, რომ სოფელ ჭოგნარსა და ნოღას შორის ცენტრალურ გზასთან ახლოს ერთ-ერთ ცხოვრების სახლის ნაწილი ჩამოინგრა და ეს ქალბატონი წერდა, რომ დილის 8 საათზე ჩამოინგრა სახლი, შიგნით დარჩა და მარტო არის და ამავდროულად არც გზა არის იმისთვის, რომ ვინმე მივიდეს და დაეხმაროს და ის ითხოვდა დახმარებას. ამავდროულად გურიან ნიუს ასევე კაპროვანიდან მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ასევე დახმარებას ითხოვდა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს თუ რა მდგომარეობა არის კაპროვანში, როგორც ეს მოქალაქე იუწყება, ახლა მართლაც რომ კატასტროფული მდგომარეობა არის და ასევე ის აცხადებს, რომ თითქმის მეორე ელექტრობოძი მიწაზე გდია, ასევე სახურავები არის დაზიანებული, დაახლოებით 1.5 მეტრი თოვლია და მისი თქმით ხე დაეცა გაზის მილს და გახეთქა და ასევე მათ არ აქვთ დენი და გაზი და როგორც ეს მოქალაქე იუწყება, წყალიც მხოლოდ რამდენიმე საათია რაც მოვიდა. ჩამოკიდებული ვარ 112-ზე ვრეკავ და უშედეგოდ გვიშველეთ, ამბობს გურიან ნიუსთან მოქალაქე აკაკი მიქაძე. მან სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გამოაქვეყნა და დღეების განმავლობაში ყოველ წამს ცდილობს, რომ მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ასევე ზემონატანები, დონაური, როგორც მოქალაქეები აცხადებენ, უკვე მე-6 დღეა მოწყვეტილი არის გარესამყაროს და ამ პოსტში ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სწორედ ახლა გამოჩნდნენ მოხალისეები მათ დასახმარებლად, თუმცა გზა ჯერ კიდევ არ არის გახსნილი. ამავდროულად ის მადლობას უხდის ყველას, რომ ვინც ჩართული იყო მათ დასახმარებლად და ახლაც აგრძელებენ ამას და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილი 12 სოფლიდან 3 სოფელში მისასვლელი გზა მოძრაობა უკვე არის აღდგენილი, თუმცა იზოლირებული არის ამ დრომდე 9 სოფელი, როგორც განცხადებაში არის ნათქვამი. მათივე ინფორმაციით თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს და მობილიზებულია 14 ერთეული სპეციალური ტექნიკა და უწყოთ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს სოციალურ ქსელში განცხადებას. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები 6 მიმართულებაზე მუშაობენ, როგორც ამ განცხადებაშია საუბარი და განცხადებაში ნათქვამი არის ისიც, რომ დღეს დილიდან სამხედრო მომსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ და ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, სადაც მოსახლეობას დახმარება სჭირდება.